თელავში ბატონის ციხისკარის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია კრამიტის საფარის მოწესრიგება, გადაწყობა და ფრაგმენტული შეკეთება. ამჟამად მიმდინარეობს ეკლესიის სამხრეთ მინაშენისა და საყრდენი კედლის კონსერვაცია. სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება იატაკს, აღდგება დასავლეთის კარის წირთხლი, აღმოსავლეთ ფასადზე დამონტაჟდება სარკმლის თავსართი, მოეწყობა სამხრეთისა და დასავლეთის კარი და ჩაისმება ხის კანკელი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ დაათვალიერა. მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ამბა ალავერდელი, მიტროპოლიტი დავითი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი თეა ონიანი. მინისტრი ბატონის ციხის ტერიტორიაზე მდებარე თელავის ისტორიულ მუზეუმსაც ეწვია და იქ წარმოდგენილი გამოფენა დაათვალიერა. ბატონის სასახლის აღდგენა, კეთილმოწყობა, მოწესრიგება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ეკლესია კეთილმოწყობის სახელობის იყო დიდი ხნის განმავლობაში შეუკეთებელი, მოულელი. დღეს უკვე გვეძლევა საშუალება, რომ აქ სრულფასოვანი მსახურება დადგეს და სობორო, რომლის გვერდზედაც არსებობს ეს პატარა ეკლესია, ერთად იქნება გამორჩეული კომპლექსი სამეფო კარის გალავნის შიგნით. ბედნიერი ვარ, რომ სააგენტო აკეთებს ამ პროექტსაც გალავნის შიგნით არსებულ პატარა ტაძარს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთვის პატარა და დიდი არ არსებობს ისტორია მთლიანად არის მნიშვნელოვანი და მივესალმები იმას, რომ ბევრი რესტავრატორი და ბევრი ადამიანია ჩართული მსგავს პროექტებში. იმედს ვიქონიებ, რომ ნამდვილად ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ეპარქიასთან და ყველა ჩართულ მხარესთან ერთად მივიღებთ ძალიან კარგ გადაწყვეტილებებს. შემდგომშიც აქაურობის, მეტი განვითარების ყველა მხარე ვართ ჩართული იმისთვის, რომ ძეგლის ინტერესი და ჩვენი ქვეყნის ისტორიის გამდიდრების, წარმოჩენისთვის და პოპულარიზაციისთვის ყველაფერი ვაკეთოთ. მოხდა არსებული დაზიანებების აღმოფხვრა, კერძოდ დაზიანებული კედლის გადაწყობა, ამოგოზვები, მზადდება ხის ახალი კანკელი, ხის კარები, რომელიც უახლოეს პერიოდში დამონტაჟდება, ასევე მოეწყობა იატაკი და ამით ძეგლს შეუნარჩუნდება, ასე ვთქვათ, მდგრადობა. ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით მეფე ერეკლეს კარის ეკლესიის რეაბილიტაციის მონახულების მიზნით მეფე ერეკლეს სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ყველა ეს ასეთი მშენებლობები და რეაბილიტაცია ჩვენი კულტურული ძეგლების არის დიდად მნიშვნელოვანი